მოექცა არაჯანმრთელი აჟიოტაჟი პატრიარქის გარშემო, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო და მე ვხედავ ნიშნებს და რისკებს, რომ ხელისუფლება ამ საკითხს გამოიყენებს პოლარიზაციის გასაღრმავებლად და საზოგადოების კიდევ უფრო დრამატულად გასახლეჩად. სუსი იქნება ჩართული ამ არჩევის პროცესში. სუსი რო იქნება ჩართული, ამაზე მეტყველებს ის, რასაც აქამდე სუსი აკეთებდა. უსმენდა, აყურადდებდა, აშანტაჟებდა და კიდევ სხვა ბევრ რამეს აკეთებდა. მოინდომებს თუ არა რუსეთი, რომ აქ საქართველო მოხვდეს მის ნასუფრალში, ბუნებრივია მოინდომებს. თუ ეხლა ბიძინა ივანიშვილს ეგენი დაუთმობენ, ასეთ შემთხვევაში მათგან არ დატოვებს არაფერს. ის აქედან ესეთი აზრის დამკვიდრება, რომ რადგან პატრიარქმა ეს წერილი დაწერა და შიო დასამოსახლეს, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ შიო უნდა ყოფილიყო პატრიარქი. პატრიარქს შეეძლო, რომ მის სიცოცხლეშივე გადამდგარიყო და მეუფე შიო უპრობლემოდ გამხდარიყო პატრიარქი. თქვენი აზრით მეუფე შიოს გარდა ვინ არის კიდე რეალური კანდიდატი? მე არ გამოვრიცხავ, არ ვიცი, რომ საერთოდ მოულოდნელი სიურპრიზის წინაშეც აღმოჩნდეთ. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. საქართველოს პატრიარქის უწოდესი და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ ბუნებრივია მთავარი კითხვა, ვინ გახდება მისი მემკვიდრე. მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორემ სიცოცხლეშივე გამოარჩია მეუფე შიო და მოსაყრეთ დანიშნა, ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს სულაც არ იშევს იმას, რომ მეუფე შიოს პატრიარქობა გარანტირებული აქვს. როგორც ისინი ამბობენ, საპატრიარქო ტახტი არ არის სამეფო ტახტი, რომ აქ თანამდებობა მემკვიდრეობით გადადიოდეს. შესაბამისად, მემკვიდრის დასახელება არ ხდება პატრიარქის არჩევა. ამიტომ სინოდზე შეიძლება სიურპრიზებსაც ველოდოთ. ფაქტია, რომ ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული მედია დღეს აქტიურად უჭერს მხარს მეუფე შიოს, თუმცა არავინ იცის რა მოხდება სინოდის ხდომაზე. რამდენად შესაძლებელია, რომ მართლაც მივიღოთ მოულოდნელი კანდიდატი? რამდენად შეიძლება ხელისუფლება ჩაერიოს სინოდის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში და მოახდინოს გავლენა პატრიარქის არჩევნებზე? ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა. მოგესალმებით, ხავატოა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დღეს ჩვენი საუბრის თავი თემა იქნება ის მოვლენები, რომლებიც მალე განვითარდება ალბათ ჩვენს ეკლესიაში, რადგან კათედრა არის საპატრიარქო დაქროვებული და ასარჩევი არის ახალი პატრიარქი. და უკვე მიდის ეს უნებათა ხელვა იგრძნობა, შიგნით რაღაც ისეთი შეიძლება ხალხი არ ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ უკვე არის ეს შეგრძნებები, რომ შიგნით არის რაღაც, ასე ვთქვათ, ამისთვის მზადება და მედიაში ხო განსაკუთრებით განიხილება ეს თემა. შესაბამისად, საინტერესო იქნება თქვენი აზრი, როგორც ადამიანის, რომელიც ადრე დაახლოებული იყავით პატრიარქთან, საპატრიარქოსთან, გქონდათ ესეთი ჭიდრო შეხება და გარკვეული ხართ ამ საკითხებში, როგორც შეიძლება თქვენი აზრით განვითარდეს მოვლენები. დღეს რა ხდება, რა ვითარება არის დღეს, რამდენად არის მართლაც იქში დადინებები უკვე და მე რას უნდა ველოდოთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევებისთვის. ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული მღელვარება, მოდი დავარქვათ თავის სახელი, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, რადგან თითქმის 50 წლიანი მმართველობის შემდეგ საქართველოს ეკლესიას უნდა ყავდეს ახალი საჭეთმპრობელი, რომელიც უნდა გამოირჩიოს წმინდა სინოდმა. ეხლა ეს ხმები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, უწმინდესის სიცოცხლეშიც ძალიან ხშირად იყო, მიდიოდა საუბრები შესაძლო კანდიდატებზე, სინოდში
ძლიერ ჯგუფებზე, ვის მხარდამჭერი მეტი ყავდა, ასე შემდეგ და შემდეგ, მაგრამ მთელი ეს 50 წლიანი პერიოდი ისე გაიილია, რომ ბევრი მათგანი, ვინც მოიაზრებოდა პატრიარქის შემდგომ, ასე ვთქვათ, საპატრიარქო ტახტზე, უბრალოდ პატრიარქზე ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ესეთი შემთხვევებიც გვახსოვს, მაგრამ აი ახლა რაც ხდება, მოდი ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება ამ წუთში. გარდა იმისა, რომ ინტერესი დიდია, მეჩვენება, რომ არის ცოტა არაჯამთელი აჟიოტაჟი, რომლის ინსპირაცია საკმაოდ სამწუხაროდ წამოვიდა თავად ხელისუფლებისაგან და ეგ არის საინტერესო ვისგან წამოვიდა, იმიტომ რომ ისინი თითქოს აქეთ იშვერენ ხელს. არა, როგორ გამოიშვერენ აქეთ ხელს? როგორ გამოიშვერენ აქეთკენ ხელს, როდესაც ჩვენ გვაქვს ფაქტების ქრონოლოგია, რომელსაც ინახავს მედია არქივები და ამას ჩვენ გვინდა არ გვინდა, მოგწონს არ მოგწონს, ვერ გავექცევით. აი ეს არაჯამრთელი აჟიოტაჟი პატრიარქის გარშემო ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო და შეგახსენებთ, რომ ეს იყო შემთხვევა, როდესაც მღვდელმთავრები გამოვიდნენ საჯაროდ, მათ შორის ოპოზიციურ ტელეარხებზე და გააკეთეს განცხადებები მის თაობაზე, რომ ხელისუფლება ცდილობდა პატრიარქის გადაყენებას და ამისთვის, სად და ვინ მონაწილეობდა ამ შეკრებებში, ამის შესახებაც გავიგეთ მღვდელმთავრებისგან, გავიგეთ ის, რომ ერთ-ერთი ბიზნესმენიც ცნობილი ჩარეული იყო ამ საკითხებში, რომელმაც უშუალოდ შესთავაზა პატრიარქს დასვენება და გადადგომა. ეს რომელი წელი იყო? ეს გახდათ ყველაფერი ციანიდის საქმემდე. ციანიდის საქმეს ასე. ეს არის სადღაც ეს პროცესები. ვანო ჩხარტიშვილზე იყო. დიახ, ეს არის ყველაფერი სადღაც ალბათ 2016 წელი, იმიტომ რომ 2017 წლის თებერვალს, ანუ 11 თებერვალს უკვე მოხდა ციანიდის საქმე. ანუ ქრონოლოგიას მივყვეთ, ჩვენ არ გვინდა არაფრის გამოგონება, გვახსოვს მეუფე იაკობის განცხადებები, მეუფე გრიგოლის, სხვა მეუფეების. ყველაფერი მაშინ ჩვენს მაყურებელს რა მოხდა, ვინ რა განცხადება გააკეთა. ჯერ იყო 2013-14-ში ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა პრესკონფერენციაზე, რომ პატრიარქი არ არის ხელშეუხებელი. გვახსოვს ეს, მისი კრიტიკა არ არის ტაბუდადებული, მასაც რაღაცები ეშლება და შეგვიძლია გავაკრიტიკოთ. ეხლა მახსოვს კარგად და მე სიმართლე გითხრათ, ახლა ბიძინა ივანიშვილს ამის გამო ვერ გავაკრიტიკებ, მართალია ბიძინა ივანიშვილმა ეს არ თქვა, იმიტომ რომ მან მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატი იცის კარგად, მას უბრალოდ მიაჩნდა, რომ კრიტიკის მიღმა მარტო თვითონ უნდა ყოფილიყო და სხვა არავინ და ზოგადად თუ შეხედავ სწორია ეს განცხადება, ხო, კრიტიკის მიღმა არავინ არ არის. ხო, ჩვენ უცდომელობის დოგმაც არ ვაღიარებთ და მათ შორის დიდი პატივისცემის მიუხედავად, რაც არსებობდა პატრიარქის მიმართ, სრულიად შესაძლებელი იყო და არის ეკლესიის ნებისმიერ წევრს გაეკეთებინა შეფასება იმ პროცესებზე დაკავშირებით, ან იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც მისი უწმინდესობა დგამდა. ამაში არაფერი განსაკუთრებული თუმცა კონტექსტში მოჩანს ეს. მე მართალი გითხრათ, მეგონა და აი შეცდომა დაუშვი, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება კი ვიცოდი მოტივაცია რაც გახდა, რომ მის გარდა არავინ არ უნდა ყოფილიყო კრიტიკის მიღმა და განპირობებული იყო და მოგცემდა იმის შესაძლებლობას, რომ ეკლესია და სახელმწიფო რეალურად გამიჯნულიყო ერთმანეთისაგან და კეისარს ქონოდა კეისრისა და ღმერთს ღმრთისა და შესაბამისად ეკლესია არ ჩაერეოდა ეკლესიის საქმიანობაში ხელისუფლება და პირიქით. თავიდან თითქოს ასეც მოჩანდა, ჩვენ გვახსოვს, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ივანიშვილი. მან ერთ-ერთ ჟურნალისტს მიცა ინტერვიუ და თქვა, რომ აი სამებას ამაში კი მივიღე მონაწილეობა, მაგრამ იმ ქვეყნიურ ცხოვრების არ ვჯერაო. ანუ ფაქტობრივად უთხრა, რომ ღმერთის მე არ ამწამსო. და ანუ ეს ღიად განაცხადა, ასე ვთქვა. და მე გვახსოვს უკვე თავიდან
ამ თემებზე არ საუბრობდა, პირიქით ამბობდა როგორც თვითონ პატრიარქის კრიტიკაც შეიძლება და ასე შემდეგ და მაგრამ მე ნელ-ნელა როცა გაუჭირდა უკვე ელექტორალურად წლების გასვლის შემდეგ როცა ცოტა დაკარგა პოპულარობა თუ არ ვცდები 2020 წლის არჩევნების წინ იყო რომ ივანიშვილი დადიოდა რეგიონებში რაღაც სამეგრელოში სხვადასხვა სალოცავები მოილოცა და სამთლით ხანუ კაცი რომელიც მანამდე ამბობდა რომ იმ ქვეყნიურ ცხოვრების არ ამწამსო უკვე არჩევნების წინ რაღაცა სამთლით ხელში დადიოდა სამეგრელოში რაღაც ეკლესიების მოსალოცავად. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ხელისუფლებას ეწყება ლეგიტიმაციის პრობლემა, ის მაშინ მაშვალ რგოლად ყოველთვის მიიჩნევდა ეკლესიას, სასულიერო პირებს და შესაბამისად ეს იყო, მოდი დავერქვათ პირდაპირ მოსყიდვა, როდესაც მათ უხვად ურიგებდნენ ეპარქიებისთვის მიწებს, სხვადასხვა ფინანსური დახმარება და ასე შემდეგ. როდის იყო 24 წლის არჩევნებისთვის ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ 60 მილიონამდე გაიზრდებოდა ის ფინანსური, ასე ვთქვათ, კონტრიბუცია, რომელსაც ჩვენი ფული სხვათა შორის ხელისუფლება აძლევს მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს ყველას გვახსოვს ეს და გასაგებია. მესმის ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება, იქცევა ისე, როგორც მოიქცა ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის წინსწრები განცხადებებისაგან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას მართლა ძალიან გაუჭირდა, როდესაც დიდი კელაპრით ხელში დაიწყო მისი ეპარქიების ჩამოვლა. ეს მისთვის დალხინების ამბავი არ იყო და არც იმის მაუწყებელი, რომ ხელისუფლებაში მტკიცეთ გრძნობდა თავს. ამიტომ ეხა ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, სარწმუნოებრივი საკითხები, ეს მისი პრივატული თემაა, მორწმუნეა. ხო, მორწმუნეა არ არის მორწმუნეა, ჩემთვის საინტერესო არ არის. იდეაში მე, თუმცა მის გატაცებებთან დაკავშირებით, მათ შორის მისტიკასთან მიმართებაში ცოტა რამეც ვიცი და გამეგება და მაგრამ ეს მისი საქმე. საუბარია იმაზე, რომ როგორ იცვლება, ასე ვთქვათ, მისი პოზიციონირება ეკლესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ქრონოლოგიას რომ მივყვეთ და მე მოხდა უკვე ციანიდის საქმე, თუ არა, მანამდე მოხდა, როგორც თქვენ თვით, როცა პატრიარქ შესთავაზეს გადადგომა. მე შესთავაზეს პატრიარქს. უკვე იყო, ასე ვთქვათ, გამორჩეული მოსაყდრე. არა, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცოდით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ან ვის თავაზობდნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პროცესი ძალიან საგრძნობი იყო, ვისაც კი წვდებოდა რაიმე ფორმით სპეცსამსახურები ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს, ყველას რაღაცა ფორმით ეკითხებოდნენ აზრს, ვინ აი ამ საპატრიარქოში არსებულ დაჯგუფებებზე. ანუ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო პატრიარქის მემკვიდრის შერჩევა დაწყებული ქონდა, ამას აკეთებდნენ ისე საკმაოდ დაუფარავად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდნენ ამის შესახებ კითხვებს, მათ ვინც იცოდნენ, რომ მეტნაკლებად კარგად იყო ინფორმირებული საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე და აი ამ გავლენიანი ეპისკოპოსების ურთიერთდამოკიდებულებაზე და ასე შემდეგ და შემდეგ. ამას მოყვა სწორედ აი ეს გადადგომის თემა. ხო და აი ეს გადადგომის თემა გავრცელდა ესე ინფორმაცია, ხო, როგორც გვახსოვს, თუ ვინმე დაადასტურა. არა, როგორ არ დაადასტურა, როდის აი ვანო ჩხარტიშვილმა შესთავაზა. ეს ამაზე ისაუბრა მეუფე იაკობმაც, მეუფე გრიგოლმაც. მეუფე იაკობმა თქვა, რომ ის ესწრებოდა შეხვედრა, სადაც იმყოფებოდნენ ვახტანგ გომელაური, გიორგი გახარია, მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ანუ
დრო რომ კარგად აღვიქვათ რა დროა, გიორგი კვირიკაშვილია პრემიერი, სადაც განიხილებოდა პატრიარქის გადადგომის საკითხი. და თუ კარგად დააკვირდებით, ახლა ამას წინადაც გაიმეორეს ეს ჩანაწერი, ჟურნალისტი კითხვას უბრუნებს, რომ აქ გადადგომაზე იყო საუბარი თუ მის შესაძლო მკვლელობაზე. და მეუფე იაკობი არ უარყოფს ამ მეორეს, მის უბრალოდ ამბობს, რომ მე არ დაუშვებ ამას. ეხლა თქვათ მწყობრივი ლოგიკა არ აქვს ხოლმე, როდესაც საუბრობს, მაგრამ კარგად ჩანს ეს, რომ ის ამ თემას არ გამორიცხავს. ანუ მან სუბიექტები დაგვისახელა პირდაპირ, ვინ მონაწილეობდა იმ საუბარში, რომლის მომსწრეც თვითონ იყო და მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ მეუფე იაკობს უნდა ვენდო მომავალი პატრიარქის გამორჩევის დროს, ან მეუფე გრიგოლს, რატომ არ უნდა ვენდო აი ამ განცხადებების მოწოდებული ინფორმაცია, რომ სარწმუნოა, ანუ ხელისუფლება ცდილობდა პატრიარქის სიცოცხლეშივე გადაეყენება, რომ მოულოდნელად არ გარდაცვლილიყო და მოულოდნელად ვინმე არაერჩიათ მერე მათი, ასე ვთქვათ, ნების გარეშე პატრიარქად. ხო, ეს თემა არის. იცით რა, მოტივი რა ქონდათ, ეხლა ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ ფაქტებით ვისაუბროთ. ფაქტი ის არის, რომ ამას მოყვა ძალიან მალე. ისევე პრემიერი კვირიკაშვილია 11 თებერვალია, როცა გავიღვიძეთ და გვითხრეს, რომ იგეგმებოდა მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლის მკვლელობა და რომ ქვეყანა გადარჩა დიდ უბედურებას და ვნახეთ დამწუხრებული მთელი მთავრობა თმაგაშლილი, ტულუკიანი, ღაწვაბ დახოკილი, რა ვიცი, პრემიერი და ასე შემდეგ, ბუნებრივია იყო შემაშფოთებელი ეს ინფორმაცია, მაგრამ ამას ძალიან მალე, თითქმის 2 დღეში მოყვა ის, რომ იგეგმებოდა არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან რეფერენტის ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. შორენა თეთრუაშვილი ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ფიგურა საპატრიარქოში, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დასაყრდენი თავად პატრიარქისათვის და ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, გავლენებითაც დიახ, ძალიან სერიოზული გავლენების მქონე. არა, მაშინ პირდაპირ გითხრეს, რომ მაღალი იერარქიის მკვლელობა იგეგმებოდა. ხო, და უკვე შორენა თეთრუაშვილი არ არის მაღალი იერარქი, ხო? რასაკვირველია, შეიძლება ბევრი იერარქს უფრო მაღალიც არის გავლენებით და იყო ყოველ შემთხვევაში. იერარქი არ არის და სამღვდელო პირი არ არის. ხო, მაგრამ ის არ არის სასულიერო პირი. ძალიან მარტივია პატრიარქის მდივან რეფერენტი. ეს არის მისი ოფიციალური, ასე ვთქვათ, უფლებამოსილება. და არაოფიციალური, ახლა ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ნახეთ, ძალიან საინტერესო რამ ხდება. უკვე დაკავებულია აი ამ ეჭვმიტანილი მამა გიორგი მამალაძე ძალიან უცნაურ ვითარებაში და როდესაც ადამიანი დააკავეს უკვე და ორჯერ ცვლის შენ ასე ვთქვათ თავარ ამბავს მიცვლი, ხო? რომ თავიდან სასულიერო იერარქი და მერე ეს უკვე ბუნებრივად ჩდება კითხვები და ისე წავიდა და დასრულდა მთელი გამოძიება, დახურეს პროცესი, გაურკვეველი მიზეზით, რომ იქ რაღაცა პირადი ცხოვრების ამბებია, ისა და მერე ეს პირადი ცხოვრების ამბები გამოფინეს კრებსებით, ისე რომ ნებისმიერ ბაზარში ედოთ კრებსები და კითხულობდნენ ადამიანები, ხო? ანუ წარმოუდგენელი რაღაცაები ჩაიდინა ხელისუფლებამ ეკლესიასთან მიმართებაში. და ესე იგი, ამ ადამიანმა 9 წელი გაატარა საპყრობილეში. ისე რომ გამოვიდა ინვალიდი. ადამიანი შევიდა თავის ფეხით, გამოვიდა ინვალიდი. ვერ იპოვეს ციანიდი.
ყოველ შემთხვევაში ჩვენ ციანიდი არ გვინახავს. თვითონ თქვენს რომ იპოვეს. ხო, მაგრამ არ გვინახავს არც ამოღების ფაქტი ამ ციანიდისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც დაკავების ფაქტი მამა გიორგი მამალაძისა, რომელიც ძალიან ბევრ რამეს, ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს და რაც თავარი არ აქვს ფაქტი, სად შეიძინა ადამიანმა ციანიდი, რომელიც 24 საათიანი მიყურადების და თვალთვალის ქვეშ იყო და მე ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივი რა შეიძლება ყოფილიყო ბემისი რა ქვია მამა გიორგი მამალაძისა შორენას მკვლელობისთვის ან გნებად პატრიარქის მკვლელობისთვის ხო პატრიარქის მკვლელობა მამა გიორგი მამალაძეს ვერ გაუხსნიდა ვერცერთ შემთხვევაში გზას საპატრიარქო ტახტისკენ. ხო მართალია, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი სანი, რომლითაც ხო იმ წუთში შეძლებდა ყოფილიყო. მას რაც შეეხება შორენას მკვლელობა, მას აბსოლუტურად არაფერს არ აძლევდა. ბევრი კითხვა არის, ხო, იმიტომ რომ ხო რასაკვირველია, ამიტომ ამ კითხვებზე პასუხი გაუცემელია. თუ კი ვინმე იდგა მამა გიორგი მამალაძის უკან კიდევ ვის ინტერესებში შედიოდა აი ეს საშინელი და ვერაგი დანაშაული, მაშინ სად არის ის ადამიანი და რატომ არ აგო პასუხი? ხო, ბუნებრივი კითხვა. ნუ ფაქტია, რომ მაგ სკანდალის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ვინც შეიძლება ყოფილიყო, მემკვიდრედ, ეს არის პატრიარქის ძმისშვილი, ბათუმის ხალხის ეპისკოპოსი დიმიტრი ამარბოლას ჩამოშორდა. იცით რა, მე ფაქტობრივად, არ გეთანხმებით. გიორგი მამალაძე იყო, რადგან გიორგი მამალაძე იყო ასე ვთქვათ, დაახლოებული მეუფე დიმიტრისთან, დაიწყეს ამ ჭორების დაყრა, რომ თითქოს რაღაცა ასე შემდეგ და ფაქტია, რომ დღეს ის აღარ განიხილება კანდიდატად და არც პატრიარქს არ დაუსახელებიან მოსახლეობთ, ხო, თავისი ძმისშვილი არ დაასახელა, ვიღაცა სხვა დაასახელა. ამ დროს მეუფე დიმიტრი საკმაოდ გავლენიანი იყო, ხო, ხა ბათუმის ხალხის ეპისკოპოსია. არ გეთანხმებით მედიაში ასე ამ საკითხის ინტერპრეტირებას მეუფე დიმიტრისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვინც საპატრიარქოს კულუარები მეტნაკლებად კარგად იცოდა, რომ გითხრა, რომ მეუფე დიმიტრის შანსები ისეთი მაღალი იყო უწმინდესის შემდეგ, რომ ის ავტომატურად იქნებოდა ან გაუიოლდებოდა, რომც დაეყენებინა თავისი კანდიდატურა, ესე ნამდვილად არ არის. პატრიარქს და ის დაესახელებინა მოსახლეობთ და არა. არაფერი, როგორც ეხლა მეუფეშიოსთან დაკავშირებით ხდება, ის მოიწოვდა ეს ვერსია გაუჩნდა ბევრს, რომ ციანიდის საქმე მოიგონეს, შეთხზეს იმისთვის, რომ ხალხს ეჭვი გაჩენოდა მეუფე დიმიტრიზე და მეუფე დიმიტრი ჩამოეშორებინათ ამ არბოლისთვის. აი ასეთი ვერსიაც არსებობს. რომ სპეციალურად შეთხზეს ეს საქმე სპეცსამსახურებამ. გავლენას რა განაპირობებს საპატრიარქოში? გავლენას განაპირობებს აი წმინდა სინოდში, ვინ ითვლება გავლენიანად? გავლენიანია ის ეპისკოპოსი და მღვდელმთავარი, რომელსაც წმინდა სინოდში ყავს რამდენიმე მომხრე, რომელიც უპირობოდ დაუჭერს მას მხარს. ასე ითვლება იქ გავლენები და არა მაინც და მაინც ეპარქიების ფინანსური მდგომარეობით და დაუშვათ სულიერების ხარისხით და კიდე სხვა რამე. და მეუფე დიმიტრი ასეთ გავლენიანთა შორის არასოდეს არ ყოფილა, რომელსაც ყავდა საკმარისი მხარდამჭერები წმინდა სინოდში, რომ მისი კანდიდატურა მის გასანეიტრალებლად ასეთი სპექტაკლი დაედგა. ასეთი სპექტაკლი დაედგა. მე არ ვიცი, ეს ხელისუფლება უნდა გასცეს ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ ხო, აი და სხვათა შორის ალბათ რა ვიცი, მოვადრო და ამ ხელისუფლების პირობებში ეჭვი მეპარება, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი გაეცემა ნამდვილად და ეს თეთრი ძაფები, რაც ამ საქმეში იყო, ის აუცილებლად გახდება ცნობილი. მთავარი არსი ის კი არ არის, რომ დაუშვათ პერსონებს შევეხოთ აქ.
თავარი არსი ის არის, რომ ჩვენ კარგად ვაჩვენოთ საზოგადოებას, როგორი იყო აი ამ დიაქრონიაში ხელისუფლების ქმედებები და ჩარევები მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საქმეებში. აი ამის ჩვენება გვინდა და ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ და გარდა მაგისა, ვის შეუძლია ჩაერიოს? აქვს თუ არა საზოგადოებას ან დღეს ან მანამდე რაიმე ბერკეტი იმაზე, რომ გავლენები მოახდინოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე? არანაირი. რა არ ვიცი, შეფასებაც არ უნდა გავაკეთო მე, ბრძნული ან ბრიყული. ასევე ძალიან ბევრმა ადამიანმა, გნებავთ თეოლოგებმა, რომლებმაც ზუსტად იციან კანონიკის წესები და კანონიკის დაცვით რა როგორ ხდება. ხელისუფლების მხარდამჭერთათვის ჩვენ საუბარს აზრი არ ექნება, იმიტომ რომ ისინი უპირობოდ იზიარებენ ყველაფერს, რასაც მათ სახელისუფლებო პროპაგანდა აძლევს, მაგრამ მაინც მინდა ამ ფონზე თქვა მე ერთი რაღაც, რომ ესე იგი, ჩვენ ბერკეტები ხელში არ აგვაქვს. საზოგადოებრივი აზრის შექმნის თვალსაზრისითაც ახლა სახელისუფლებო პროპაგანდა, რომ გაცილებით რომ არათანაბარ პოზიციებში ვართ, ხო? ამაშიც ორი აზრი არ არის და მექანიზმები ვის ხელშია? ვის ხელშია სუსი, რომელიც უსმენს და უთვალთვალებს წმინდა სინოდის წევრებს და ვის ხელშია დაუშვათ პროკურატურა და სასამართლო, ხო, რომელიც ასევე არის შანტაჟის მექანიზმი. ვის ხელშია დიდი ფინანსები, რომლითაც შესაძლებელია იყოს მცდელობა ცდუნებისაც სინოდის წევრების. ყველა ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში. მაგრამ დამიტოვეთ უფლება, მე საერთოდ აღარ ვაპირებდი, იცით, ამ საკითხებზე საუბარს, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტი დოზებით არის მედიაში და მე მგონი უკვე როგორ გითხრათ, უკუ რეაქციებსაც კი იწვევს საზოგადოებისას, მაგრამ მე მინდა დღეს მოვედი თქვენთან სასაუბროდ მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება გავამახვილო იმ რისკებზე, რომელსაც მე ვხედავ. ნებისმიერი მოვლენა, რაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ კონიუნქტურას უკავშირდება, მე ამას არ უყურებ კონტექსტიდან ამოგლეჯით იმ დიდი საერთაშორისო სურათიდან, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. და რა გვაქვს, ხო? ნელ-ნელა აი დღესაც ინფორმაცია იყო, ხო, დიდი ბრიტანეთიდან შესაძლო სანქციების შესახებ, მალე ახლოვდება არჩევნები უნგრეთში, ამიტომ ყულფი ქართული ოცნების კისერზე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები ამათთან თანამშრომლობას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ თავის გეოსტრატეგიულ ინტერესებს მკაფიოდ აფიქსირებს და ამას უკავშირდებოდა ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი ფოთის პორტში ანაკლიასა და კიდე მან სხვა ინტერესებიც გამოთქვა ამერიკის იგივე ტრიპის კონტექსტში, ხო, რა არის და ამიტომ მე მიმაჩნია, რომ რადგან რელიგიის თემა, მით უმეტეს ისეთი პიროვნების შემდეგ ავტორიტეტული, ხო, როგორიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახდა, არის ძალიან მგრძნობიარე და მე ვხედავ ნიშნებს და რისკებს, რომ ხელისუფლება ამ საკითხს გამოიყენებს პოლარიზაციის გასაღრმავებლად და საზოგადოების კიდევ უფრო დრამატულად გასახლეჩად, რაც არის მისთვის ერთადერთი შანსი ძალაუფლების გახანგრძლივებისა და მე მინდა, რომ
ვთხოვო ყველას, რომ ამ საკითხზე შეფასებების დროს, მსჯელობის დროს და საერთოდ დოზირების დროს, ინფორმაცია რა დოზით უნდა გავიდეს, ვიფიქროთ იმაზე, რომ ნეფსით თუ უნებლიეთ, ჩვენ არ მივცეთ ხელში ბერკეტი ხელისუფლებას იმისი, რომ ეს ძალიან სენსიტიური საკითხი მოატრიალოს ჩვენს წინააღმდეგ და დაპირისპირების ძალიან ღრმა ფორმატი შექმნას. თუმცა მინდა დაუბრუნდე ამ ქრონოლოგიას, იმიტომ ჩვენ არ დაგვიმთავრებია ეს მოვლენების განვითარება საუბარი. ციანდის საქმეზე მივედით. ციანდის ამ სკანდალის შემდეგ მოხდა ის, რომ პატრიარქმა გამოარჩია მოსახდრე. ამის ვერ მოხდა. ხო ეს ამბავი. უკავშირდება ეს ორი საქმე ერთმანეთს და უკავშირდება თუ არა მოსახდრე ჩიოს გამორჩევა ვინმე რუსი ალფეების ჩამოსვლას აქ, რომელიც არის ასე ვთქვათ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი. ხო, ეხლა ეს უკვე ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით მხოლოდ ფაქტებით, ახლა შეიძლება ჩვენი ანალიზი დაეყრდნოს მხოლოდ ვარაუდებს და აი იმ ფაქტებს, რომელზედაც ვისაუბრეთ. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ნამდვილად იყო რთული, მან გადაიტანა ამ ასაკში მისი ანამნეზის პირობებში საკმაოდ რთული ოპერაცია მისთვის. ამას დაერთო აი ეს ძალიან ცუდი და ნეგატიური ფსიქოლოგიური ფონი, ბუნებრივია სტრესი მისთვის, თან ამას მოყვა ძალიან რთული განხილვები, გახსოვთ გამოვიდა ვიდეო ფირი მამალაძის ოჯახის და პატრიარქის შეხვედრის, ვიდეო რა აუდიო ჩანაწერი მამალაძის ოჯახის და პატრიარქის შეხვედრის საკმაოდ უსიამოვნო შინაარსით და ასე შემდეგ და შემდეგ და რასაკვირველი ახლა მისი ფიზიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდიოდა. მაგრამ თავად ამ გამორჩევის პროცესშიც მე ისევ დავეყრდნობი მაღალ იერარქების, სინოდის წევრების განცხადებებს, რომელიც მათ გააკეთეს აი ამ ფაქტის შემდეგ. პირველი ის, რომ კანონიკის მიხედვით ამგვარი გადაწყვეტილება ცოცხალ პატრიარქს აუცილებლად უნდა და ქმედით უნარიან პატრიარქს უნდა შეთანხმებინა სინოდთან. როგორც ვნახეთ, სინოდის წევრებისთვის ეს იყო ყველასთვის მოულოდნელი. ანუ გარკვეული წესით, აი ერთი ფაქტი, რითაც კანონიკა აცდა უწმინდესი თავისი ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ალფეებს ორი ვიზიტი ჰქონდა მოკლე პერიოდის განმავლობაში და ერთი ზუსტად წინ უსწრებდა აი ამ გამოცხადების პროცესს და სხვათა შორის პრესაში სანამდე უწმინდესის ბრძანება გახდებოდა ცნობილი, მანამდე გამოვიდა ინფორმაცია, აი უცნაურია, რომ ის რომ წმინდა სინოდის წევრებთან არ ქონდა ეს საკითხი შეთანხმებული, მაგრამ პრესაში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალფეების ვიზიტი უკავშირდებოდა სწორედ იმ საკითხს, რომ შიო მუჯირი უნდა გამოცხადებულიყო საპატრიარქო ტახტის, ოღონდ იქ მემკვიდრეზე იყო ლაპარაკი და არა მოსაყდრეზე. ესეც შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამაზე იწერებოდა, მათ შორის ქრონიკა პლუსში იყო ინტერვიუ ამის შესახებ წერდა ბატონი გოჩა მირცხულავაც. ანუ ეს ინფორმაცია წინწრებად გამოვიდა და დადასტურდა შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ საპატრიარქოს წრეებში იყო საკმაოდ კონფიდენციალური. ხო, ამიტომ ამან ბუნებრივია კითხვები გააჩინა. იქ არის კიდევ ერთი კითხვა, რომ
ეთყობა კონფიდენციალობის დაცვა იყო მიზეზი, როდესაც მისმა უწმინდესობამ ეს თავისი ხელით და მას წერა კარგახანია უჭირდა პარკინსონის დაავადების გამო. ეთყობა საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად დაწერა ის, ასე ვთქვათ, ბრძანება და არ ემდო არავის, რომ კომპიუტერით ელექტრონული საშუალებებით, ანუ აკრეფილიყო და როგორც ჩანს, ეს არ არის საპატრიარქოს ტერიტორიაზე გაკეთებული და არის გაკეთებული მცხეთაში უშუალოდ იმ დღისით, როდესაც ან საღამოს, როდესაც რატო გონიათ? იმიტომ რომ იმ მის ხელნაწერზე არის ბეჭედი ძველი საპატრიარქოსი, რომელიც აღარ გამოიყენებოდა, საპატრიარქოს ახალი ბეჭედი ჰქონდა და ის ბეჭედი ინახებოდა მცხეთაში რეზიდენციაში, ხო. საინტერესო. ხო, ანუ ესეც ხო ფაქტი არის, რომელზედაც საუბრობენ. ხო და ანუ როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა მეუფეშიოს გამორჩევა მისი მხრიდან? ეს იყო ერთი ვერსია არის, ხო, ვისაც აქვთ რაღაცა ეს რუსეთის საპატრიარქოს მოთხოვნა, რადგან მეუფეშიოს იქ რუსეთში ქონდა დამთავრებული და მოსკოვშიც მოღვაწეობდა. მეორე ვერსია არის, რომ ხელისუფლების მოთხოვნა იყო და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტული არხები საკმაოდ აქტიურად უჭერენ მას მხარს და ნუ მესამე ვერსია რომ უბრალოდ პატრიარქმა ასე გადაწყვიტა. თქვენ როგორც ემხრობთ? დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთში მიღებული თეოლოგიური განათლებით არ არის ერთადერთი მეუფეშიო, რომელიც წმინდა სინოდშია, თუ ეს არის კრიტერიუმი დაუშვათ მისი შერჩევის. ნამდვილად არ არის ასე. ის რომ სახელისუფლებო კანდიდატი არის, ანუ იქნება კანდიდატი, რომელსაც ხელისუფლება უჭერს მხარს, აგერ თვითონ ხელისუფლება ამტკიცებს, მე რომ ხმარ ამოვიღო, იმიტომ რომ ცოტა ისტერიული ფონია, ძალიან გაღიზიანებულები არიან სოციმედიაში ეს ტროლები და ბოტები, რომელსაც აქვთ. ბოტები რა არის, რო არის მათი ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, გია გაჩეჩილაძე უცნობი. ბოდიში მოიხადა და ეხლა პირდაპირ თავს დაესხა მეუფეებს, რომ ვის კანდიდატურას არ მოხსნის შიოსასარგებლოდ, ის მოღალატე იქნება. ნუ ახლა კი მოუწია ბოდიშის მოხდა. ხო, კარგი არა, ბოდიში მოიხადა. არა, ეს მეტყველებს ხო რა. კი ბატონო, რა დიდი კამპანია არის ხელისუფლების მხრიდან მეუფეშიოს მხარდასაჭერად. ხო, და ის რომ თან მე რითი ვამჩნევ, რომ ეს მრევლი კი არ არის დაუშვათ, რომელიც რეალურად მეუფეშიოს მომხრეა თავისი მოსწონს, მისი ღირსებების, მისი გარეგნობის, მისი ბევრი სხვა ათვისების გამო შეიძლება, ხო? აი სახელისუფლებო ტროლები რომ არიან, რომელთა წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება, უბრალოდ დავალება აქვთ მიცემული, იმიტომ რომ მამაშიო იქნება პატრიარქი, მამაშიო უნდა და პატრიარქმა მამაშიო და ანუ ისიც და ისეთ ელემენტარულ ვიცობას ამჟღავნებენ ამ სფეროში, რომ ეგრევე ხვდები, რომ უბრალოდ ჩვეულებრივად მოკოქა პროპაგანდამ და რა ვიცი, ახლა შეიძლება ვიღაჩინელი ბოტიც კი წერდეს, სიტყვაზე ვამბობ, ბოტი იყოს, ხო? ნუ რა იცი. ხო და შესაბამისად ამიტომ ამას რასაც ვხედავთ და უყურებთ. მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ რაღაცა ჩვენ შევეცადოთ ალტერნატიული სიმპათიების გამოხატვის ვინმეს მიმართ. აი ხა ასევე მეუფე ისაიას გარშემო მიდის ეს თითქოს ისეთი სურათი იკვეთება, რომ ხელისუფლების კანდიდატი არის მეუფეშიო და აქეთ დაპირისპირებული ხელისუფლებასთან მხარის კანდიდატი მეუფე ისაია, რომელიც ნამდვილად არის ღირსეულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საპატრიარქოში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ამ კაცის ნება როგორია, მისი სურვილი როგორია, ან სინოდის გადაწყვეტილება როგორი იქნება. ის კი არა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ მეუფე ისაიამ უკვე უარი თქვა პატრიარქობას, კონკურსში, კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
ჩვენ მე მან თქვა რომ არავისთან არ მილაპარაკე ამ თემაზე უარყოფა მოუწია ამის. მე ვფიქრობ მერაბ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, გაითვალისწინებს მედია არ გაითვალისწინებს. ჩვენ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ აი ასეთ კამპანიაში ჩართვაზე და მართლა მივცეთ სინოდ საშუალება თუ რაიმე სასწაული არ თქვენ როგორ გონიათ ხელისუფლება მისცემს ამის საშუალებას? არა. მე ვფიქრობ სუსი იქნება ჩართული ამ არჩევის პროცესში. სუსი რო იქნება ჩართული, ამაზე მეტყველებს ის, რასაც აქამდე სუსი აკეთებდა, უსმენდა, აყურადდებდა, აშანტაჟებდა და კიდევ სხვა ბევრ რამეს აკეთებდა და ბუნებრივია. ეხლა ნახეთ როგორ არის საქმე. მე ამას კიდევ უყურებ დიდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. რუსეთმა უკიდურესად დაიზიანა თავისი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ხვედრითი გეოპოლიტიკური წონა და მას არავინ არ დაუძახებს იმ მაგიდასთან, სადაც ახალი მსოფლიოს წესრიგის ბედი გადაწყდება. ამიტომ ის უნდა დაყაბულდეს იმ ნასუფრალს, პირდაპირ მნიშვნელობით გეოპოლიტიკურ ნასუფრალს, რომელიც დარჩება. საერთოდ მაგიტომ დაიწყო უკრაინაში ეს სპეცოპერაცია, რომ ჩვენს თემას როგორ ხო და გეტყვი როგორ რუსეთისთვის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის შიდა პოლიტიკური გავლენების მქონე. ეს არის გეოპოლიტიკური გავლენების მქონე ინსტიტუტი და ამისთვის იყენებს. ამიტომ მოინდომებს თუ არა რუსეთი, რომ აქ საქართველო მოხვდეს მის ნასუფრალში, ბუნებრივია მოინდომებს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროცესებში ჩარევა, იმიტომ რომ გარანტირებულად კონდეს გავლენის ბერკეტები ქართულ სახელმწიფოზე. იმიტომ რომ ძლიერია ეს ინსტიტუცია ჯერჯერობით. დიდი გავლენები აქვს მას ამას ვხედავთ და ამიტომ ამას გამოიყენებს და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ დავაზიანებთ ნურცად მღვდელმთავარს, აი ამ ხელისუფლებასთან ჭიდაობაში არ გაუშვათ, არ უნდა ეჭიდაო ამ საკითხში ხელისუფლებას, მათ უნდა წაიმტრიონ ცხვირი და მე მათ ვარ წარწმუნებული, რომ წაიმტრევენ ცხვირს. ამ თქვენ ფიქრობთ, რომ სინოდი გაუწევს წინააღმდეგობას? მე ხომ აქვს უფლება დავიტოვო ჩემთვის. სხვა აზრია გამოსავალი არა აქვთ, თუ კარგად გაითვალისწინებენ და დაფიქრდებიან. არა და იქ არიან გონიერი ადამიანები და ბევრი სხვათა შორის შეიძლება ყველას ინტელექტი ეხლა არ ჟონავს ყველასგან, მაგრამ გონიერი ადამიანები ნამდვილად არიან და მიხვდებიან, რომ თუ ეხლა ბიძინა ივანიშვილს ეგენი დაუთმობენ, ასეთ შემთხვევაში მათგან არ დატოვებს არაფერს. შეიძლება ისე დღეში დაფინანსებასაც შეუწყოს და მით უმეტეს თუ ბიძინა ივანიშვილს მოუწია ფინანსური ინტერვენციით ჩარევა ამ საკითხში. ანუ მოსყიდვა. ხო, უნდა იცოდნენ, რომ არ დატოვებს, ანაფორებს გახდის. ის კი არა ის პრივილეგიები, რაც აქვს. იმ დაფინანსებასაც მოუსპობს, რომელსაც ეხლა იღებენ და ეს იქნება გარდაუვალი ამბავი და ჩათვალონ, რომ ეს იქნება ჩემგან ბოლო გაფრთხილება მათ მიმართ, თუ არ გაუწევენ წინააღმდეგობას. ჩემთვის სულ ერთია. შეიძლება მათი რჩეული იყოს მეუფე შიო მუჯირი, სინოდის რჩეული და მე ამას ვიღებ ჩვეულებრივად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერით თანასწორთა შორის თანასწორია შიო, შეიძლება ვიღაცაზე გამორჩეული და აღმატებულიც იყოს თავისი თვისებებით. ამიტომ სინოდის მიერ გამორჩეულს, ისე რომ ივანიშვილის ასე ვთქვათ ჩარევები არ იყოს, მე მივიღებ ნებისმიერ კანდიდატს მიუხედავად იმისა, რა აზრი მექნება მის შესახებ. მედის აქედან ესეთი აზრის დამკვიდრება, რომ რადგან პატრიარქმა ეს წერილი დაწერა და შიო დასახმარებლად, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ შიო უნდა ყოფილიყო პატრიარქი. ხო, ჯაღმაიძემაც დაახლოებით ასეთ ჩინაშის განცხადება გააკეთა დღეს. ამას რამდენად ეთანხმებით? ამაზე ძალიან ბევრი ისაუბრეს მერაბ თეოლოგებმა, კონკრეტული მუხლებით და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.
ეს ასე არ არის. სინოდმა პატივისცა პატრიარქის გადაწყვეტილებას და გაცხადებულად მის სიცოცხლეში გაცხადებული ტახტის მოსაყდრე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ კვლავ დაამტკიცა ტახტის მოსაყდრედ. ამით წმინდა სინოდმა ხაზი გაუსვა ძალიან მკაფიოდ იმას, რომ ახლა ეკლესიაში გადაწყვეტილებები მიიღება კრეფსითობით, ანუ წმინდა სინოდის მიერ. ეს არ ნიშნავდა ნამდვილად. მოსაყდრეს აქვს თავისი ფუნქცია. ყველამ ძალიან მარტო საქართველოში ხომ არ ხდება ეს ამბავი. ეხლა ხანს გარდაიცვალა ბულგარეთის პატრიარქი, სხვაგანაც ხოსერბეთის პატრიარქი გარდაიცვალა და ეს პრაქტიკა მართლმადიდებლურ სამყაროში ნება მისი ნება ამით გამოიხატაო. არ გამოიხატა და რატომ? მისი ნება მოსაყდრეობაზე გამოიხატა, მაგრამ მემკვიდრეობაზე არ გამოხატულა. მემკვიდრეობა რომ ყოფილიყო პატრიარქის ნება და ეხლა ეს თავად მეუფე შიომაც გადასარევად იცის, პატრიარქს შეეძლო რომ მის სიცოცხლეშივე გადამდგარიყო და მეუფე შიო უპრობლემოდ, მაგრამ არ მგონია რომ მაშინაც უპრობლემოდ ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ წმინდა სინოდის წევრების იმ განცხადებებს, რაც ვნახეთ, გამხდარიყო პატრიარქი. ამიტომ არასწორი ინტერპრეტაცია და აქ ჩანს არაჯანსაღი მიდგომა და დამოკიდებულება და სწორედ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, საკითხით მანიპულირება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ საკითხის მანიპულირების შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ ვამბობ, მეუფე ისაია იქნება თუ სხვა რომელიმე ღირსეული მღვდელმთავარი, მეუფე დანიელი თუ რა ვიცი მე ხავ, გარდა იმისა, რომ ბევრი მათგანის მიმართ მე პერსონალური ჩემი დამოკიდებულებები მაქვს, უბრალოდ ეს ადამიანები არიან საკმაოდ, როგორ გითხრათ, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის და მართველი ორგანოს წმინდა სინოდის წევრები და ამიტომაც დაუშვათ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათი დისკრედიტაციის შესაძლებლობა ხელისუფლებას. თქვენი აზრით მეუფე შიოს გარდა ვინ არის კიდე რეალური კანდიდატი ვინ შეიძლება? ნებისმიერი შეიძლება იყოს. ჩვენ შეიძლება მე არ გამოვრიცხავ, არ ვიცი რომ საერთოდ მოულოდნელი სიურპრიზის წინაშეც აღმოვჩნდეთ ისეთი კანდიდატები ვნახოთ. რა ვიცი ხა ძალიან ბევრი მე რო გითხრათ რომ ყველა ის მეუფე რომელთანაც მე დავუშვათ მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებ და გამეხარდება თქო მართალი ვიქნები გამეხარდება ძალიან მაგრამ მე ვერცეთ მათგანს ვერ დავასახელებ და მე მაინც მგონია რომ იქ სადაც ერთი რამ მგონია რა რომ შეიძლება ყველას აჯობოს სპიძინა ივანიშვილმა საბოლოო ჯამში მაგრამ ღვთის ნებას წინ ვერ გადავა. ვინც იქნება, ეს იქნება ღვთისნებით და თუ ბიძინა ივანიშვილი არასწორად ჩაერევა მაგ საკითხებში, ფასიც მაღალი ექნება, რომელსაც გადაიხდის მერე რა. მე არ ვშიშობ, მართალი გითხრა, ასე ემოციურად არა ვარ ამ თემაზე მიბმული და უბრალოდ ყველას ვურჩევ, რომ მართლა ნაკლები ემოციებით შეხედონ ამ საკითხზე. მანამდე არაფერი არ იქნება, სანამ აღდგომის დღეს 40 დღე არაფერი არ იქნება. ხო, და რაც მიუახლოვდებით პროცესს, მით უფრო გამოჩნდება კიდე. მათ შორის ხელისუფლების შავი საქმეები, როგორ აპირებენ ჩარევას, რა ფორმით თუ აპირებენ. რა ვიცი, ეგება მართლა გონება გავნუ ნათოს მაგათაც და გადაწყვიტოს, რომ არ ჩაერიონ, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არ მჯერა, რომ ესეთი სასწაულები ხდება. მადლობა დიდი გადაცემაში მომზადებისთვის.